ფინალში, თუმცა მანამდე ჯერ უნდა გაიმართოს მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა. ნახოთ ეს ეპიზოდი დარტყმა საკმაოდ სახიფათო და მე მგონი ამ შეხვედრაში ყველაზე მწვავე. იძლო განელმა ლეგიონერმა ვერ ვიტყვით რომ აქ რაღაც განსაკუთრებული შეცდომა დაუშვეს გაგრძელება, მაგრამ მოახერხა გაქცეოდა ბოსნიელ ცენტრალურ მცველს ამ ეპიზოდში ვლადიმერ არსიჩს და ამ ყველაფრით ნახევარი საათიც გავიდა ამასობაში. ეს ის მომენტია, როდესაც უკვე რუსთაველები იღებენ ინიციატივას. კარგიც რომ მოძრაობები აქვს, შესანიშნავი მოქმედება და გადარჩა გაგრა, რა კარგად ითამაშა აქ პრინსოსეიმ. აი მსახურა კიდევ ერთხელ განმეორებით ხედავთ ამ მოქმედებებს. 1 2 3 მცველი ჩამოიტოვა და ძელს მოხჩნია მეტალისგან ახლო კუთხეში განახორციელა მან დარტყმა კი უკვე ჟან სოუზადი ალმეიდა ცდილობს გატანას მოკლედ და ბრაზილიელი. ნახოთ ეს ეპიზოდი ფეიქრიშვილი და მუჯირი ებრძვიან მუჯირის დარტყმა და დაბლოკეს ეს მცდელობა რუსთაველებმა კიდევ ერთი მცდელობა და გადაურჩა რუსთავი გოლის გაშვებას. აი დადგა გაგრას დრო ნახოთ აბა კიდევ ერთხელ განმეორებით ეს დარტყმა იყო ძალიან საფრთხე და ორმაგი ასლეტა იყო ჯერ ფაზაცი ამითამაშა მშვენივრად და მერე უკვე აქ ამ ეპიზოდში თამაშობს ჩიქოვანი და საბოლოოდ მე გატანილი აქვს 3 გოლი. ასევე ვაჟაფაცაციას რომელსაც 2 გოლი აქვს გატანილი. აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ჟან სოუზა დე ალმეიდას კი აი აქ 55 წუთზე გაქვს სეზონში მერვე გოლი და ამტკიცებს იმას რომ თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ეხასმა ვერ დაარტყა და აი აქ უკვე დავიდ ოლივეირას შესანიშნავი გადაცემა იუტანაკანოს საგოლე პასი და აქ არ გაუმართლა უკრაინელ მეკარეს. ჯერ ბურთი ხდება ძელს და მერე უკვე ოლექსანდრ ვორობეის. აქ ეს გოლი რა თქმა უნდა ჩაეწერება ოლექსანდრ ვორობეის ავტოგოლად. ჟან სოუზა დე ალმეიდას როლი რა თქმა უნდა თავარია ამ გოლში, მაგრამ ფაქტია რომ აქ ეს ეპიზოდი შეფასდება ავტოგოლად. ოლივეირას შესანიშნავი გრძელი გადაცემა, დიაგონალური შორეული პასი, მერე იუტანაკანო ერთი შეხებით მშვენივრად პოულობს ბრაზილიელ თანაგუნდელს და ჟან სოუზა დე ალმეიდა ამტკიცებს იმას თუ რატომ არის თავად სტატუს კონტრიერის და თამაში. აქ გაგრელებს აქვს შანსი ანდრეიჩუკი და პაპუნა ბერუაშვილი ამ თამაშში წარაპირებს გოლის გაშვებას და ტრალი მატჩების რაოდენობა. ანდრეიჩუკს კი შეეძლო გოშტელიანის გადაცემის შემდეგ ცვლილებაზე შემოსვლა სულ რამდენიმე წუთში წონასწორობის აღდგენა. არ გაუმართლა დავიდ ოლივეირას ერთ-ერთი იშვიათი ეპიზოდი, როდესაც რუსთაველმა მცველებმა რაიმე ბურთამდე სხვაობის გაზრდას. კარგად გაისწორა ბურთი, ძლიერად დაარტყა და ოლექსანდრ ვორობეიმ აქ თავისი გუნდი დატოვა თამაში. აქ რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაც კარგი ეპიზოდი შეიძლება გამოვიდეს. ლუკა პარგაძე შევიდა საჯარიმოში, კარგი გადაცემაც გააკეთა და რა შანსი გაუშვეს რუსთაველებმა ხელიდან. ეს პასი მანამდე პარგაძემ ყველაფერი არაჩვეულებრივად გააკეთა. გაიქცა რამდენიმე მეტოქეს, პრინციპში გადაცემა იდეალური იყო, უბრალოდ არ შედგა ეს დარტყმა, არ გაუმართლა სოლომონ უბრალოდ 11 ქულა. ამ შეხვედრას თუ მოიგებს რუსთავი 41 ქულა ეკნება რუსთაველებს. აქ კარგი ეპიზოდი დარტყმა და ესეც ის სიმშვიდის გოლი, რომელიც რუსთაველებმა საბოლოოდ გაიტანეს. წინა ეპიზოდში პარკაძის გადაცემის შემდეგ სოლომონ კესის არ გაუმართლა, მაგრამ გაუმართლა უკვე ამ ეპიზოდში და ოლექსანდრ ვორობეიმ ვეღარ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა. რუსოლიდურ სხვაობას აქ მე მგონი თამაშის დარღვევა არ იყო, მით უმეტეს აქ არანაირი და სოლომონ კესიმ ინდივიდუალურად აქ მშვენივრად ითამაშა, გაითავისუფლა, თავი დაარტყა და ახლო კუთხეში მეკარისაგან მოახერხა გოლის გატანა. მან წინა შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და ამ თამაშიც გაიტანა გოლი ჟან სოუზა დე ალმეიდას მსგავსად. ასე რომ რუსთაველთა შემტევები უფრო და უფრო უახლოვდებიან ოპტიმალურ ფორმას. ჟან სოუზა დე ალმეიდამ ზედიზედ სამ თამაში, სოლომონ კესიმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ჩაწოდება საჯარიმოში და კიდევ ერთი გოლი სტანდარტულიდან დავიდ ოლივეირა ამ სეზონში ახერხებს გოლის გატანას და ეს გახლავთ მე-12 გოლი, რომელსაც რუსთაველები სტანდარტულებიდან იტანენ. გამოჩენა. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი მშვენივრად ითამაშა და ზუსტად 11 მეტრიანის ნიშნულიდან შეძლო აუღებელი დარტყმის განხორციელება თან ორთაბრძოლაში, ასე რომ რუსთავმა ეს შეხვედრა მოიგო ძალიან დამაჯერებელი სხვაობა. მეორე ტაიმი პრინციპში ისე ჩაატარა გუნდმა, რომ ეს შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია. ასე რომ კიდევ უფრო მაჟორულ ნოტაზე
სრულდება ეს შეხვედრა რუსთაველთათვის. დავით ოლივეირას ხედავთ თქვენს ეკრანებზე. მატჩი დასრულებულია. მთელი სეზონის განმავლობაში რა თქმა უნდა წარმატებები უსურვოთ. მე მადლობას გადაიხდით ყურადღებისთვის და გეტყვით იმას, რომ კახალო საბერიძე მუშაობდა თქვენთვის ამ რეპორტაჟზე.